სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის. ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები, ვინც ჩვენ მოვიხსენოთ და ღმერთმა წყალობა არ მოაკლოს იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ და მადლობა უფალს, რომ გვაქვს შესაძლებლობა ქრისტესთან მიახლებისა და აღსარების თქმისა, ზიარებისა. იყო პერიოდი, რომ ადამიანს არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. აი თუნდაც რო ავიღოთ არა მარტო ჩვენი სოფელი, არამედ აი აქეთ მხარეში, ესე იგი ცხეთიდან ხაშურამდე ტაძარი არ იყო ღია. წარმოიდგინეთ, აი რამდენი ტაძარი დაკეტილი, რამდენი ტაძარი დანგრეული და ტაძარი უბრალოდ ღია არ იყო. და დღეს მადლობა ღმერთს შეიძლება ითქვას, რომ ყველა სოფელში და მით უმეტეს ქალაქში ამის შესაძლებლობა არის. და რაღაცის შესაძლებლობა რო ეძლევა ადამიანს, ის უნდა გამოიყენოს. უფალი ამბობს, რომ ვინცო მცირეში ერთგული არისო, ის დიდშიც ერთგული იქნებაო და დიდზე დაადგენს იმას უფალი. ახლა ჩვენ აი ამ კუთხით რო შევხედოთ დავუშვათ. თვეში ორჯერ არის წირვა ამ ტაძარში. და შეიძლება ყოველ კვირა არ არის სიტყვაზე, ან უფრო ხშირად კიდე, როგორც აი იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ძირითადად ვსახურობთ, მაგრამ თუ ადამიანი მცირეში ერთგული იქნება და ამას გამოიყენებს, ეს მისი ცხონებისათვის საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ღმერთმა ის შესაძლებლობა მოგცა და ამ შესაძლებლობას ვიყენებ. აი მაგალითად, დღის განმავლობაში ახლა ჩვენ უამრავი დრო გვაქვს, მაგრამ ამ დროს ჩვენ ძალიან ფუჭად ვიყენებთ, ვაფუჭებთ უფრო სწორად, ესე რომ ვთქვათ. და არა და ის დრო ჩვენ მოგვეცა. შემთხვევით ხო არავის არაფერი არ მოგვეცა და არც განუსაზღვრელად არ მოგვეცა. რაღაცა კონკრეტული მიზან დასახულობით გარკვეული დრო მოგვეცა. ისიც შემთხვევით კი არა, იმდენი რამდენიც ჩვენ ვჭირდება. ამიტომ აი ხა ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დავუშვათ დრო არა გვაქვს სულიერი საქმისათვის, რამდენად გულწრფელი ვართ ამაში. მე მგონია, რომ არ ვართ გულწრფელი ამაში. ან თავს ვიტყუებთ და შეიძლება ასე იმდენად მივაჩვიეთ ჩვენი თავი მოტყუებას, რომ უკვე გულწრფელობა მგონია, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს. არა და ჩვენ რო გადავხედოთ ჩვენი დღის განმავლობაში რას ვაკეთებთ, არა? აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ როდესაც არჩევანის წინაშე ვდგებოდით, ჩვენ უფრო მატერიალური და ხორციელი ავირჩიეთ და არასულიერი და იმიტომაც მგონია, რომ დრო არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს გულმოდგინება, ჩვენ არ გვაქვს სიყვარული. თორე სიყვარული რო გქონდეს, აი მაგალითად, ახლა თქვენ რო შეხედოთ შეყვარებულ ადამიანს და ის აი რომელსაც მართლა უყვარს, ის იტყვის, რომ დრო არ გქონდა, რომ შენთვის მესიჯი მომეწერა და შენთან დამერეკა. პირიქით, ესე იგი, აი დავუშვათ, ვინმე სამუშაოზე ან რაღაცა. პატარა დროს ნახავს და იმას უნდა მიწეროს, ვინც უყვარს, თუ იმას დაურეკოს, თუ გაძრებას ადგას, დაждდება და მიწერს, თუ დაურეკავს. ანუ იმ მცირე დროსაც, რაც მას აქვს, იყენებს თავის საყვარელ ადამიანთან სასაუბროდ. და ჩვენც მე მეგობარი მყავს, ესე იგი, რომ მუშაობდა, თან ეს აქ ცხოვრობდა და ის გოგონა დასავლეთში და ყურსასმენი ეკეთა და დღის განმავლობაში სულ დარეკილი ჰქონდათ. თან მუშაობდა, ის თავის საქმეს აკეთებდა და ყოველ წუთში ხო ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ყოველთვის ერთად იყვნენ, ესე რომ ვთქვათ. ხოლო ადამიანი ესე უნდა იყოს ღმერთთან. როგორ ამბობს მოციქული პავლე, რომ მოუკლებლად ილოცებდით. საჭმელს ამზადებთ, რომ გზავრობთ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გულში უნდა ლოცულობდე, გულში უნდა კავშირი გქონდეს მასთან.
სხვადასხვა მე ამას წინათ მოგიყევით. წმინდა ეფრემ კატუნაკელი დიდი მოძღვარი იყო, ათონის მთაზე მოღვაწეობდა და მასთან მივიდა ერთი იურისტი, რომელიც ამბობდა, რომ მე დრო არ მაქვს, რომ ვილოცო. და ეს ბერი ადგა, მივიდა ხელსაბანთან და პირსიბანს. და ამბობს, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე. აი დილით რო ადგებიო, ეს შეგიძლია რომ გააკეთო? კიო შემიძლია. აი ესე გააკეთე ხოლმე. ანუ ლოცვა ის კი არ არის მხოლოდ გამოყო გარკვეული დრო, რა თქმა უნდა, ესეც უნდა გააკეთო. რომ დილის თუ საღამოს კანონი აღასრულო, მაგრამ დღის განმავლობაში აი ესე რო ილოცო, რასაც არ უნდა აკეთებდე. ლოცვას დრო კი არ ჭირდება, ლოცვას გულმოდგინება ჭირდება და ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე გრძნობს თავს. ახლა მაგალითად ერთ დიდ მოღვაწეს დაუსვეს ასეთი შეკითხვა, რომ აი მოციქული პავლე რო ამბობს, რომ მოუკლებლად ილოცევდითო და ესე იგი დაუშვათ ადამიანი თუ ფიზიკურ საქმეს აღასრულებს და თან შეუძლია რომ ილოცოს. აი როდესაც გონებრივ საქმეს აღასრულებს, მაგალითად მაშინ როგორ უნდა ილოცო? აი დაუშვათ რაღაცა უნდა დაწერო, რაღაცა სიტყვაზე რაღაცა თემა უნდა დაწერო, გონება ხო იქ არის ჩართული არა? და აი წარმოიდგინეო, რომ მეფის ტახტის გვერდითო დაგიდგესო საწერი მაგიდაო. და შენი გზიხარ და წერ შენ საქმეს, გონებრივ სამუშაოს აღასრულებ. შენ ხო არ გავიწყდება, რომ მეფის ტახტის გვერდით დგას შენი მაგიდაო, მეფე ხო გახსოვს ესო. აი ესეო, შეიძლება პირით ვერ წარმოთქვამდეო სიტყვებს, მაგრამ რომ გახსოვს, რომ მეფის გვერდით ზიხარ, აი ეგეთი მდგომარეობა უნდა გქონდეს. აღასრულებ რა, გონებრივ სამუშაოს უნდა გახსოვდეს, რომ შენ ღვთის წინაშე ხარ. და ეგ ხსოვნა უკვე ლოცვა. ეგ მდგომარეობა უკვე ლოცვაა, რომ ღვთის წინაშე დგეხ. და აი ამ იურისტმა როგორც ჩანს დაიწყო ასე. აი ამ მცირედით, ხომ მცირედი იყო, დილით ადგა და უფალო იესო ქრისტე შემიწყალე. პირსიბანს თუ იწმევს თუ რაღაც. ხო და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მან მიატოვა თავისი საერო საქმე და ისიც მონაზონი გახდა ათონის მთაზე. ისე რომ ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი იმისათვის, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს. ჩვენ ძალიან ბევრი დრო გვაქვს. ჩვენ გულმოდგინება გვაკლია. აი ცეცხლი გვაკლია, რა ცეცხლმაც ჩვენ წინაპრებს შეანარჩუნებინა რწმენა და დღევანდელ დღემდე მოატანია. ეს ცეცხლი გვაკლია ჩვენ. უფალი რო ამბობს სახარებაში, რომ ცეცხლის მოსაფენად მოვედიო და როგორ მინდაო, რომ აწვე აღეგზნოს ეს ცეცხლი. აი ეგ არის ის ცეცხლი, რომელიც ადამიანის გულში თუ ანთია და იწვის სიყვარულით, არა, ეს ცეცხლი გააკეთებინებს მას. და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია თავგანწირვის სურვილიც. ახლა რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მით უფრო მეტი გინდა რომ გაიღო მისთვის. და რასაც უფრო მეტს გაიღებ, აი ამ თავგანწირვაში ჩანს ის თუ რამდენად გიყვარს ეს ადამიანი. და ღმერთთან დამოკიდებულებაშიც ასეა. ადამიანი რაც უფრო მეტს გაიღებს, მით უფრო ჩანს როგორ უყვარს მას ღმერთი. წმინდა პაისი ათონელს ეკითხებიან, რომ აი თუ შეიძლებაო, რომ ფსალმუნი ადამიანმა დამჯდარმა იკითხოს. შეიძლება, არ შეიძლება. მაგრამ ნახეთ რა პასუხი გასცა. გააჩნია, რამდენი უნდა რომ შეწიროს ღმერთს. ვიღაც დაждდება ისე ილოცებს. ვიღაცა შეიძლება უჭირს, მაგრამ მაინც არ დაждდება და ისე, იმიტომ რომ ამას უფრო მეტი უნდა რომ შეწიროს. განა ის არ შეიწირება, რომ დაждდეს და ილოცოს შეიწირება, მაგრამ ამან მეტად შეიყვარა და მეტად მოინდომა და თავს ძალა დაატანა, გაუჭირვა საკუთარ თავს და ასე ილოცა. და აი ამ ხო თითქოს ერთი შეხედვით არაფერია, მაგრამ აი ამ ყოველდღიურ დეტალებში ჩანს ადამიანის დამოკიდებულება ღვთისადმი. და ახლა თუ გავიხსენებთ აბელისა და კაინის მსხვერპლ შეწირვას, რომელიც უფალმა ჩვენ მაგალითად მოგცა, ჩვენ ნახავთ, რომ აბელმა საუკეთესო შეწირა ღმერთს. და
და კაინმა ეს არ მოინდომა. და აბელის მსხვერპლით გამოჩნდა როგორი გული ჰქონდა აბელს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ღმერთს. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, როგორ უყვარდა აბელს ღმერთი, რომ ყველაზე საუკეთესო რაც ჰქონდა ის შეწირა. და კაინის მსხვერპლმა გამოაჩინა, რომ კაინს არ უყვარდა ღმერთი, თორე ისიც გაიღებდა საუკეთესოს. ამიტომაც წერია, რომ ღმერთმა მოხედა აბელს და მის ძღვენს და ღმერთმა არ მოხედა კაინს და მის ძღვენს. ახაც ჩვენ შემთხვევაში ასე ენერგიის თუ დროის თუ ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური შესაძლებლობის რა ნაწილს უძღვნის ადამიანი ღმერთს, იმაში ჩანს როგორ უყვარს მას ღმერთი და იმის მიხედვით მოხდება მადლის მინიჭება ამ ადამიანზე. მოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს. აქ აბელი იყო მთავარი, მისი ძღვენი კი არა. აბელი იყო აქ მთავარი და არა ის მატერიალური, რაც მან მიიტანა თუ მიიყვანა. წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთი იწირავს არა მატერიალური სიუხვის მიხედვით, არამედ გულის სიუხვის მიხედვით. ვიღაცამ შეიძლება ერთი შეწიროს და ეგ უფრო მეტად შეიწიროს ღმერთმა და ვიღაცამ 10 და ის ნაკლებად შეიწიროს. იმიტომ რომ გარეგნულის მიხედვით არ ხდება შეწირო. ჩვენ შეიძლება ვნახოთ, რომ ვიღაცამ სულ მარხულობს თუ ლოცულობს, მაგრამ ნახოთ, რომ ვიღაცა იმდენად ვერ მარხულობს და ვერ ლოცულობს, მაგრამ ის უფრო მეტი იყოს. ამიტომ გარეგნულით კი ვერ შეაფასებ, მაგრამ აი მანაც ვინც სულ მარხულობს და მეორემაც ვინც გაჭირვებით აკეთებს ამას, თავის გულში იციან რა მდგომარეობა. გარეგნულად მესამე რო შეხედავს ერთს და მეორეს, შეიძლება შეეშალოს დასკვნის გამოტანისას. ამიტომ დასკვნა ადამიანს არ გამოაქვს. საბოლოოდ დასკვნა ღმერთს გამოაქვს. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ. ჩვენ გონია დღეს ადამიანზე რომ ის კარგია, მაგრამ ვინ იცის ღვთის წინაშე როგორია? ან შეიძლება გონია რომ ვიღაც ცუდად იქცევა, არც ის არ ვიცით ღვთის წინაშე როგორია. ამიტომ ჩვენ ნაადრევი დასკვნისგან თავი უნდა შევიკავოთ. ერთადერთი ვისი ანალიზიც ჩვენ გვმართებს, ეგ არის საკუთარი თავი და არა სხვები. როდესაც ადამიანი საკუთარ დროს თუ საკუთარ მდგომარეობას ანალიზს გაუკეთებს, აღმოაჩენს, რომ ძალიან ცოტა ნაწილი ეთმობა ღმერთს. ერთმა სასულიერო პირმა ძალიან კარგად თქვა, აბელივით კი არ ვწირავთ ჩვენ, არამედ ღმერთს ჩვენი დროის თუ ენერგიის ნარჩენებს მიუღრით. დროის და ენერგიის ნარჩენები. აი დავაკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას. და აღმოვაჩენთ, რომ შეიძლება მართლაც ესე. სულიერი საკითხი გადადებული გვაქვს უკანასკნელ პლანზე გვაქვს დაყენებული და რაღაცნაირად ვფიქრობთ, რომ მოდი ესეც გააკეთო, რომ ვალი მოიხადო თითქოს. აბრაამს რო ღმერთმა დაავალა, რომ შვილი შემომწირეო, იქ ძალიან საინტერესო სიტყვები წერია. ერთი შეხედვით თითქოს არაფრის თქმელი განსაკუთრებით, მაგრამ თუ დავაკვირდებით ძალიან ბევრი თქმელი. რა წერია? აბრაამი დილაადრიან ადგა. წაიყვანა თავისი შვილი მორიას მთაზე, თავისი მსახურები შეშაწაიღო. აი ეს დილაადრიან ადგომა ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ საღვთო საქმე გააკეთოს უნდა პირველად. აი რომ გათენდა პირველი აქ უნდა გააკეთოს. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ უფალი ამბობს, რომ პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთო და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენ. და თუ ადამიანი უფალს ენდობა, არაერთხელ აღმოაჩენს და ყოველთვის აღმოაჩენს, რომ სადაც სულიერი საქმე დააყენა წინა ადგილზე, იქ მას ხორციელში ცხელი მოემართა. და სადაც ადამიანმა გადადო ხორციელის გამო სულიერი, იქ ორივე იკარგება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ამიტომ თუ გინდა რომ ორივე შეინარჩუნო, უნდა ყველაფერს თავისი თანმიმდევრობა ქონდეს. აი მაგალითად, პირველად შენობა სჭირდება საძირკველი. საძირკველს თუ არ გაამყარებთ, როგორი ლამაზი შენობაც არ უნდა ააშენოთ, უილი ვერ გაძლებს.
თავს მოიტყუებს, რომ ცოტა ხანი კარგად არის, სულ ცოტა გახსნას გაუძლებს. როგორც დღეს კეთდება ხოლმე რაღაცა. თავარია გახსნას გაუძლებს, მე ქარი დაუბერავს და ყველაფერი ჩამოიყრება. აი ესე გაუძლებს. მაგრამ თუ საძირკველი მყარი აქვს, აი მაშინ უკვე ყველაფერი კარგად არის. მაშინ გაუძლებს და საძირკველი რა არის სახარებაში უფალი რას ამბობს, რომ ადამიანი რომელიც ისმენს ღვთის სიტყვას და ასრულებს მასო, გავს ადამიანს რომელმაც კლდეზე დააშენა სახლი. როდესაც იყო წყალდიდობა, იყო ქარიშხალი წვიმა, ეკვეთა ამ სახლს და ვერაფერი ვერ იყო. ადამიანი რომელიც ისმენს ღვთის სიტყვას და არ ასრულებს, ის ემსგავსება უგუნურ ადამიანს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა სახლი. გარედან რო შეხედა მზიანი ამინდის დროს, ორივე სახლი შეიძლება ერთნაირად გამოიყურება. მაგრამ როდესაც იყო განსაცდელი, ანუ ქარიშხალი, წყალდიდობა, წვიმა, ეკვეთა ამ სახლს ქვიშაზე აშენებულს და დაეცაო და დიდი იყო მისი დაცემა. ესე რომ აი ჩვენ როდესაც ეკლესიურად ცხოვრობთ, აქ თავარი ის კი არ არის გარეგნული ჩვევები შევიმოსოთ ქრისტიანის. აქ თავარი ის არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება ყველას კარგი ვგონიოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ შიგნით სინამდვილეში როგორები ვართ. პატრიარქი ამბობდა ხოლმე, რომ ადამიანს სამი სახე აქვს. ერთი ის, როგორც თავად ფიქრობს საკუთარ თავზე, მე ასეთი ვარ, ასეთი ვარ. მეორე ის სხვა რომ ფიქრობს ჩემზე, რომ მე ასეთი ვარ. და მესამე და ყველაზე მთავარი, აი როგორი ვარ ნამდვილად ღვთის წინაშე. შეიძლება ეს სამი ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვეოდეს. და თამდაბლობა და სიმდაბლე კიდევ ის არის, რომ მე რაც უფრო მეტად იმასთან მიახლოებულად თუ როგორ მიყურებს ღმერთი, აღვიქოს საკუთარ თავს, მით უფრო მეტად ვარ თამდაბალი. ანუ რეალურად როგორიც ვარ, არა ღვთის წინაშე. აი იმასთან მიახლოებული ხედვა თუ მაქვს მე საკუთარ თავზე, ეგ არის თამდაბლობა. იმას სულ ერთია, აი ამ კუთხით თუ შევხედავ, სხვა რას ფიქრობს ჩემს. ის გლანძღავს თუ გაქებს, ამ შემთხვევაში ეს სულ ერთი. თავარი ის არის ღვთის წინაშე როგორი ხარ და თავარი ის არის შენს თუ ასეთად მიგაჩნია შენი თავი. ზოგჯერ შეიძლება ჩვენ ღვთის წინაშე სულაც არაფერს წარმოადგენთ, მაგრამ ჩვენი თავი რაღაცად მიგვაჩნია. ან შეიძლება სულაც მეორე უკიდურესობა ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსს რო ეძახიან, ძალიან დათრგუნულია, სასოწარკვეთილია, ესეც არასწორი. ამიტომ აი სულიერი თვალი რო ჯანმრთელი იყოს და ადამიანი სულიერად მყარად რო იდგას ფეხზე, მას ჭირდება რომ ღვთის სიტყვა არა მარტო მოისმინოს, არამედ ეცადოს მის შესრულებას. და სადაც აღმოაჩენს რომ ვერ აკეთებს სახარების ზეული მცნებებისამებრ, იქ შენდობა ითხოვოს. და როგორც წმინდა მამა პაისი ათონელი ამბობს, აი შენდობა ანაზღაურებს იმას, რაც უნდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე. სინანოს აი ეს ძალა აქვს. და თუ ადამიანი ხშირად გადადებს აღსარებას, ხშირად გადადებს სინანოს, მაშინ ის დაემსგავსება, მასში არსებული უნებები დაემსგავსება იმ სარეველას, რომელიც რაც უფრო მეტად დააყოვნებს მის ამოძირკვას, მით უფრო ფეს გაიდგამს. მით უფრო ძნელი აღმოსაფხრელი იქნება ესა თუ ის უნება ადამიანში. და თუ უნებები ჭარბობს, ადამიანი კი არ ხარობს, არამედ ადამიანი იტანჯება. უნებები ადამიანს კი არ ახარებს და უნებების დაკმაყოფილება კი არ ახარებს, პირიქით, უნებების მოკვეთა ახარებს. აი ეს არის სიხარე, ეს არის თავისუფლება. უფალი ამბობს, რომ ვინცო რომელიც ოდვას ჩაიდენსო, მისი მონა არის. და მონა კი არ დაიმკვიდრებსო უკუნისამდე, არამედ ვისაც ძე გაათავისუფლებსო. ანუ ვისაც უფალი აცხონებს. ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულები და ღმერთმა ლოცვის ძალა მოგცეთ და ჩვენ ყველას მოგვანიჭოს უფალმა
ძალა, რომ არჩევანის წინაშე როდესაც დგებით, აგვერჩიოს ის, რაც არის ჩვენი სულისათვის უკეთესი. მერთმა დალოცილი და გახარებულები გამყოფთ.